კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და მოკლედ ოთხშაბათს როგორც უკვე დავაანონსე ტრადიციული რუბრიკა გვაქვს, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიკომთან ერთად და დღეს ძალიან საინტერესო თემაზეც უნდა ვისაუბროთ, რაზეც წინა კვირაში დავიწყეთ საუბარი, გახსოვს რომ ასე ვთქვათ, სითიკომამ გამოაცხადა კონკურსი სამეზობლოებისთვის 5000 ლარიანი და შეგახსენებთ რომ ორშაბათს უკვე 17 მარტს გამოვლინდა სითიკომის კონკურსში გამარჯვებულები და ეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს. მათ შორის სითიკომის აკაუნტ მენეჯერი ნათია ურახელაშვილი იქნება ჩვენ გადაცემის სტუმარი და ასევე ხატია ყურაშვილი გამარჯვებული სამეზობლოს წევრი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და ნათია, მოდი დავიწყოთ საუბარი, როგორც თქვი 17 მარტს, ანუ ორშაბათს გამოვლინდა გამარჯვებული. კიდევ ერთხელ დავიწყოთ და მოგვიყევით კონკურსის შესახებ ზოგადად. კი. ზოგადად ძალიან ხშირად გვიფიქსირებდნენ ხოლმე სამეზობლოები, რომ ჰქონდათ რაღაც ინიციატივები სამეზობლოს განვითარებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, უკეთეს გარემოში ცხოვრებისთვის და უბრალოდ არ ჰქონდათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინათ. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ წახალისების მიზნით სითიკომ ჩაეტარებინა კონკურსი ასეთი სამეზობლოებისთვის, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ სამეზობლოს წევრს და გადავცემდით მათ საჩუქრად 5000 ლარს. ბუნებრივია. უნდა ქონოდა მათ ინიციატივას, ასე ვთქვათ, კომენტარს ყველაზე მეტი ლაიქი და რომელიც ამ პირობებს შეასრულებდა, ის იქნებოდა გამარჯვებული ამ კონკურსში. კი ბატონო, შედეგებზეც მინდა ვისაუბროთ, რამდენმა მეზობელმა მიიღო მონაწილეობა საინტერესოა და რა შედეგები დასრულდა კამპანიის საბოლოო ჯამში. 600-მა საშუალოდ 600-მდე სამეზობლომ დაგვიფიქსირა, ასე ვთქვათ, კონკურსში მონაწილეობის სურვილი. აქედან ერთ-ერთი გამარჯვებული პირველი ადგილოსანი, ასე ვთქვათ, სტუმრად ყავს მოსული და ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ მეორე და მესამე ადგილის ასე ვთქვათ, მოწინავე სამეზობლოებიცაც გადაგვეცა საჩუქარი 1000 და 500 ლარის ოდენობით. ასევე სამი, ასე ვთქვათ, ყველაზე გამორჩეული კომენტარის ავტორი, ასე სამეზობლოს წარმომადგენელი, ასევე ჩვენ დავასაჩუქრეთ 200 ლარიანი თანხით. კი ბატონო. ნუ ხატია პირველ რიგში გულოცავ თქვენ სამეზობლოს აღნიშნულ ასე ვთქვათ გამარჯვებას და საინტერესოა როგორ მიიღო თქვენმა სამეზობლომ კონკურსში ჩართვის ასე ვთქვათ გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო, რომ ძალიან პოზიტიური და ძალიან სასარგებლო, ასე ვთქვათ, ღონისძიება ჩატარდა კომპანია სითიკომის მხრიდან. ჩვენი სამეზობლო არის ძალიან ახალი, სულ რამდენიმე თვეა, რაც ზოგადად სამეზობლო ვარსებობთ, იმიტომ რომ ახალი კორპუსი არის. შესაბამისად, სითიკომის წევრებიც ახალი ვართ შედარებით და ეს იყო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, პირველი გამოწვევა, პირველი სტიმული, რომელიც ძალიან წარმატებით დასრულდა და ჩვენი სამეზობლო გავერთიანდით, მობილიზება გავაკეთეთ აბსოლუტურად ერთმანეთის მხარდაჭერის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე ახალი კორპუსია და შესაბამისად გვაქვს რაღაცა გარკვეული საკითხები, რომლის მოგვარებაც გვინდა და ჩვენი მიზანია ამ შემთხვევაში ეზოს მოპირკეთება, გვინდა ეგრეთ წოდებული ფანჩატური გავაკეთოთ, გვინდა გამწვანება გავაკეთოთ და აი ამ საკითხებში ფულადი დახმარება ძალიან აი სწორედ ამაზე უნდა მეკითხა, ეს 5000 ლარიანი ასე ვთქვათ ჯილდო რაც მიიღეთ, რის გაკეთებას ააპირებთ და სწორედ ეს ანუ თავიდანვე შევჯერდით, ანუ ჩვენ ბევრი საკითხი უკვე გადავჭერით, მათ შორის უსაფრთხოება, კამერები და მთელი რიგი საკითხები, რაც ახალ კორპუსთან ახლავს და ჯერი დადგა ეზოზე, რომელსაც თან ზაფხული მოდის, თან რაღაც გამწვანების სეზონია და გვინდოდა რომ უფრო მეტად კეთილმოწყობილი და კომფორტული ყოფილიყო ჩვენი ეზო, თუნდაც ბავშვებისთვის, თუნდაც ახალგაზრდებისთვის თავშეკრების ადგილი რო ყოფილიყო და ამიტომ ერთად შევჯერდით, რომ კარგი იქნებოდა ფანჩატური გაგვეკეთებინა, ასევე გამწვანებაზე გვეზრუნა და ანუ ეს თანხა რეალურად, რაც დავაბიუჯეტეთ, მოკლედ წარმოვიდგინეთ, რომ ამ ყველაფერში გვეყოფოდა და კი ბატონო, ხატია საინტერესო თქვენი სამეზობლო თქვით რომ აი ახალი მიმართულება ახლახანს მოკლედ შეიკარეთ როგორც სამეზობლო, თუ არის უკვე სითიკომში ჩართული? კი, სითიკომში ვართ ჩართულები უკვე და ვიყენებთ აქტიურად. მე მაგალითად ადრე და ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი ვცხოვრობდით, ასე ვთქვათ, ისეთ კორპუსში, ძველ კორპუსში, მე მაგალითად ისეთ კორპუსში ვცხოვრობდი, სადაც ლიფტი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, ანუ ეს ურთიერთობები ჩემთვისაც პირადად არის ახალი. და ანუ ძალიან წარმატებით და კარგად თანამშრომლობთ.
რაც შეეხება City.com-ის ამ წამოჭრილ გათამაშებას, ანუ პოზიტიური აქვს კიდევ ის, რომ ჩვენ ახალი მეზობლები ზოგიერთ მაინც კარგად არ ვიცნობდით და ძალიან შეგვუკრა და ხო დაგვამეგობრა და რაღაცა საერთო ისინი ჩატები და ასე ვთქვათ კომუნიკაციის საშუალებები შევქმნით, რაც კიდევ უფრო ანუ ამ ხრივაც პოზიტიური იყო, სულ რომ ვთქვათ არ გაგვემარჯვა, მაგრამ რადგანაც რაღაცა ისეთი ამბიციური და ისეთი მებრძოლი მეზობლები აღმოჩნდით, გავიმარჯვეთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გილოცავს და საინტერესოა ისეთი კომი თქვენ ახსენეთ, რომ ჩართული ხართ, საინტერესო რამდენი ხანია, რაც ჩართული ხართ, ასევე ზირთად რომელ სერვისებს იყენებს და რაიმე თუნდაც იგივე დიდი მიზანი ხომ არ შეგისრულებიათ აქამდე City.com-თან ერთად. ჯერჯერობით, რადგანაც ჩვენ ახალი კორპუსი ვართ, სულ რამოდენიმე თვეა რაც თანამშრომლობთ City.com-თან, იმიტომ რომ ფიზიკურად ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი არ იყო ბოლომდე ასე ვთქვათ გამართული და როგორც კი მის შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ჩვენ ლიფტი ჩაგვერთო და იმ დღიდანვე თანამშრომლობთ City.com-თან და ამ დრომდე არ გვაქვს რაიმე ისეთი მასშტაბური, მაგრამ ვფიქრობ პირველი მასშტაბური ეს იქნება, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ, სადაც გავიმარჯვეთ და ანუ მომავალშიც ნახოთ გვექნება იმედია საშუალება. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა და ნუ სავარაუდოდ უფრო მეტად განვითარდება თქვენი City.com-ის მათ შორის ურთიერთობას, სხვა მიმართულებით ამ თემით ეს ხა ახლად ჩამოყალიბებული სამეზობლო რასაკვირველია, უფრო მეტი რაც мотиваციაც არის ხოლმე რომ თქვენ ახსენეთ კიდეც რომ ერთ გუნდად ასე ვთქვათ შევიკარითო და ეს დამატებით ასე ვთქვათ საგებელი და ბენეფიტის ასე ვთქვათ მომტანია. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ City.com-თან ერთად. თქვენ კი შეგახსენებთ რომ ეს იყო ჩვენი ტრადიციული ასე ვთქვათ რუბრიკა როგორ ვიზნოთ სამეზობლო City.com-თან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო ნათია ორახელაშვილი, აკაუნტ მენეჯერი და ხატია ყურაშვილი, გამარჯვებული სამეზობლოს ასე ვთქვათ წევრი და მე ნათია მე დაგეშვებებით უკვე შემდეგ 4 შაბათამდე და შემდეგ 4 შაბათსაც საინტერესო ასე ვთქვათ თემას ავიღებთ და ამაზეც ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.